На жаль, це дуже вплинуло, тому що სამწუხაროდ, ომმა ბევრი რამ შეცვალა. ასეთ დღეებში განსაკუთრებით იგრძნობა ოჯახური კავშირები. აღდგომის დღეებში ადამიანები მიდიან საფლავებზე, თავის წინაპრებთან და ეს ყველაფერი ადამიანის სულის სიღრმემდე აღწევს. აქ ბევრი ისეთი ადამიანი შეხვდებათ, რომლებსაც ოჯახის წევრები დღემდე უკრაინაში ჰყავთ. ძირითადად ქმრები. ისინი ვერ ახერხებენ ერთად ყოფნას, რათა დიდი ქრისტიანული დღესასწაული ერთად იზეიმონ. ეს დიდი ტრაგედია და ტკივილია უკრაინელებისთვის. ამას ბევრი ცრემლი მოსდევს. უკრაინაში რომ ყოფილიყვნენ, ასე არ იქნებოდა. ასე რომ ეს არის სინათლით, თუმცა ტკივილით, ცრემლებით ახსავს დღესასწაული. მათ არ შეუძლიათ ეკლესიაში უკრაინულ ენაზე მოусმინონ ლოცვას, მაგრამ მიდიან ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ენა არ ესმით, მაგრამ მონაწილეობას იღებენ პასკისა თუ კვერცხების კურთხევაში. ამით თავიანთ აღფსარებლობას, ტრადიციას ინარჩუნებენ. Я, моя подруга и донька, мы ехали з України, мы ехали в Грузію на 2 місяці. Სამი წლის წინ მე და ჩემი ქალიშვილი საქართველოში აღმოჩნდით. ძალიან დაღლილები ვიყავით არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ იმ ტვირთით, რომელიც თავს თითოეულ უკრაინელს დაგვატყდა. მათ ვინც საკუთარი სახლი დაკარგა. მე, ჩემი მეგობარი და ჩემი შვილი ერთად წამოვედით უკრაინიდან. სამივეს ერთი ჩანთა ჰქონდა, რომელშიც ყველა საჭირო ნივთი ჩავყარეთ. მათ შორის იყო ეგრეთ წოდებული ვიშივანკა, რასაც ნაქარგებისთვის ვიყენებთ და პისაჩოკიც. ინსტრუმენტი, რომლითაც სააღდგომო კვერცხის მოხატვა ხდება. როცა ბარგს ვალაგებდი, ვიცოდი, რომ მალე დადგებოდა აღდგომა. რაც თავი მახსოვს, ყოველ წელს ვასრულებ ამ ტრადიციას. ის დედაჩემმა მასწავლა, დედაჩემს კი თავისმა დედამ. ყოველ წელს ოჯახში აღდგომას აუცილებლად ვხატავდით პისანკებს, ანუ სააღდგომო კვერცხებს. ძალიან ფაქიზი რამაა, რაც უამრავ თაობას ერთმანეთთან აკავშირებს. არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ეს დღევანდელობის ტრადიცია აღარ არის და მის მიმართ ზედაპირული დამოკიდებულება აქვთ. მაგრამ ეს არის ის, რაც აძლევს ერს ძალას. ყოველ ერს აქვს თავისი ტრადიციები, ფუნდამენტი, რომელზეც ვდგავართ. ეს გვაძლევს ძალას, რომ წინ ვიაროთ. როდესაც თბილისში ჩამოვედით, არ ვიყავით დარწმუნებულები, რომ ჩვენი სახლი ამდენი ხნით დავტოვეთ. ამიტომ ეს იყო ჩვენთვის პატარა აღორძინება და მადლობა გვინდა უთხრათ ქართველებს, რომ საშუალებას გვაძლევთ ვიგრძნოთ თავი საკუთარ სახლში. ამჯერად პისანკებს თბილისში, უკრაინულ სახლში ვწერთ და ასე ვიხსენებთ იმ ტრადიციებს, რომლებიც ჩვენს სახლებში გქონდა. Дає нам силу рухатись далі, і це те, що ми передамо нашим дітям. Якщо постукаємо, ти можеш добре постукай, добре. Вони пишуть писанки. პისანკას, იგივე სააღდგომო კვერცხს წერენ მხოლოდ ქალბატონები და გოგონები. მთელი წლის განმავლობაში კი ეს პისანკები ადამიანის თილისმებად იქცევიან. ესა ძალიან ძველი ქრისტიანობამდელი ტრადიცია, რომელიც უკრაინაში ქრისტიანულ ტრადიციებსაც კარგად შეერწყა. ის იყო გავრცელებული ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. აღმოსავლეთ უკრაინაში კი ეს ტრადიცია განადგურებული იყო. ახლა ჩვენ ვხედავთ, როგორ ხდება ადამიანების იდენტობის აღდგენა. ამ გზით ისინი თავის ფესვებს უბრუნდებიან. იგებენ იმას, რაც გაანადგურა საბჭოთა კავშირმა და რის წინააღმდეგაც რეპრესიები მიმდინარეობდა. ახლა ისინი ამ უძველესი ტრადიციების აღდგენას ახდენენ და რეგიონალურ ტრადიციებს ეცნობიან. ხედავენ, რა დამახასიათებელი ნიშნები აქვთ ამ კუთხით ზაპოროჟიეს ოლქში, მიკოლაევში, ხერსონში, რადგან სააღდგომო კვერცხის მოხატვისას ყველა რეგიონს საკუთარი ნიშან-თვისება აქვს. ვინც ფსიქოლოგიური ტრავმა გადაიტანა, დაკარგა სახლი, არ აქვს ნორმალური ოჯახური კავშირები და სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ, ამ გზით ფსიქოლოგიურად ძლიერდებიან. Ми перестали про це думати. ჩვენ შევწყვიტეთ იმაზე ფიქრი, რომ შემდეგ შობას ვიქნებით სახლში, შემდეგ აღდგომას ვიქნებით სახლში. შევწყვიტეთ, რადგან ტანჯვას გვაყენებს ის, რომ ასე არ ხდება. ჩვენ ვისწავლეთ დღეს და აქ ცხოვრება. უნდა ვიცხოვროთ დღევანდელი დღით, სრულყოფილად, გაცნობიერებულად. ჩვენი ცხოვრება შეიძლება დასრულდეს ისე, რომ უკრაინაში ვეღარ მოვხვდეთ. ამიტომ უნდა ვიცხოვროთ. უნდა გქონდეს ძალები და ენერგია იმისთვის, რომ ერთმანეთს მხარი დაუჭიროთ, რადგან ეს ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს უკრაინელებისთვის აღდგომის დღესასწაული კიდევ უფრო სიმბოლურია, იმიტომ რომ ვიბრძვით ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის, არსებობის უფლებისთვის და იმ ფერფლიდან აღდგომის უფლებისთვის, რომლედაც ახლა რუსეთი გვაქცევს. ჩვენ ვიცით, რაც ხდება უკრაინაში, მაგრამ არ ვსაუბრობთ ამაზე ისე ხშირად, როგორც ეს უცხოელებს წარმოუდგენიათ. ისინი თვლიან, რომ ჩვენ მუდმივად ამაზე ვსაუბრობთ. ამაზე განუწყვეტლი ვფიქრობთ, მაგრამ ვცდილობთ ვიცხოვროთ. ომი შეიძლება დიდი ხანი გაგრძელდეს და გვჭირდება ძალები, რომ ვიცხოვროთ. Це зараз дуже потрібно. Березень, квітень, травень. Тобто ставиш край.